ბიბლიოთეკაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი უწყების სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევითი ცენტრი მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფოსთვის გადაცემული აგროსა და აგროქართლის ბაზებზე შეიქმნა. ცენტრის საქმიანობის მიზანს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების გენოფონდის მოძიება და შესწავლა ახალი ჯიშების გამოცდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ახალი მეთოდების დანერგვა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარება წარმოადგენს. ეს იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისი, ინოვაციების შემოტანის თვალსაზრისი, საცდელი მეურნეობების და სერტიფიცირების თვალსაზრისით აქ არის კონცენტრირებული მეცნიერთა ძალიან დიდი და ძლიერი გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით გააძლიერებს სოფლის მეურნეობას და მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სოფლის მეურნეობის საყრდენი. მნიშვნელოვნად მიმაჩნია სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნა, რომელიც გახლავთ მრავალფუნქციური, აქ არის წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგი, უპირველესი ამოცანა გახლავთ ბიოაგროფმეურნეობის შენარჩუნება, ბიოაგროწარმოების გაფართოება, ენდემური ჯიშების მოძიება, როგორც მცენარეების, ასევე ცხოველების, ასევე სასარგებლო მწერების, ამასთანავე მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავება, დანერგვა და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება.